მოკლედ ახლა დავასრულე ზუსტად ვიდეოს გადაღება, თესაუზე ვილაპარაკეთ, თესაუსში რა მომწონს, რა არ მომწონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ახლა მივიდივართ გარეთ და ახლა მინდა რომ დავიწყო ზოგადად ვლოგის გადაღება, იმიტომ რომ ცოტა გაცნობაში დაგვეხმარება მგონი. და მაგ მომენტში ვფიქრობ რომ კარგი იქნება რა მოკლედ ვლოგის გადაღება. ხო და ახლა მივიდივართ უნდა გავისაირნოთ, იმიტომ რომ ქალაქში კი ვსაირნობ ხოლმე, მაგრამ კარგი ამინდი ახლა რა. და თან ისე ძალიან კარგად არ ვიცნობთ ჯერ მაინც ამ ქალაქს მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 დღე არასაკვირთ, მაგრამ მაინც. ხო და ახლა მოკლედ მივიდივართ ქალაქის დასასვენებლად კიდევ ერთხელ, ხო და მოკლედ აქედან დაიწყო ჩემი ვლოგი. ეს იქნება ერთი კვირა უნივერსიტეტში და მსგავსი ვლოგები წესით ძალიან ბევრი უნდა იყოს, იმიტომ რომ იმიტომ რომ უბრალოდ რატო არა. რაც აქ ჩამოვედი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ძალიან პირველად მაცვია ყოველდღურად სვიტრები, ზოგადად სვიტრები, ვინც მისცემს იცის რომ სვიტრებს ვერ ვიტან, მეზეზღება ნებისმიერი სვიტრი ძულს და ზოგადად ფილად ჩაცმამ ძულს და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ძალიან ცივა და მაცვია ყოველდღურად სვიტრები. და ყველა ვიდეოში მაცვია ძალიან ჩაფუთნულად, ამიტომ არ გადაგვირდათ, ჩემ რალი არ არის უბრალოდ აქაური კლიმატი მოქმედებს ჩემზე. ხო, ახლა მოკლედ უნდა გავზიდო ყველაფერი ის, რაც მაქვს ოთახში, ანუ ოთახში მაქვს მაცივარი და ამ მაცივარში ვინახავ ყველაფერს და ეს ყველაფერი უნდა გავზიდო ახლა, რაც უნდა გამოვიყენო რეალურად ჩემი საჭმლის გასაკეთებლად რა. და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე არაკომფორტული გამოცდილება, როცა ანუ ერასმუსიდან რა ვიცი, ნებისმიერი გასვლითი პროგრამით როცა წამოხვალთ და გაიზიარებთ სამზარეულოს რა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ანუ დისკომფორტი, იმიტომ რომ ყოველდღიურად მიწევს, რომ ეს ჩემი რაღაცები გავზიდო, მერე შემოვზიდო და ნუ აი ეს არ მთავრდება არასდროს რა. უმეტესად ზოგადად სტუდენტები იზიარებენ ხოლმე ყველაფერს და ერთ ოთახს ქირაობენ რა. იმიტომ რომ ეგ ფულშიც ძალიან კარგი ეკონომია არის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნუ რასაც ვაკვირდები ჩემი თავის გამოცდილებიდან და სხვა ადამიანებისგანაც რომ მომისმენია მოკლედ მსგავსი გამოცდილებები, უფრო მეტად სტუდენტებს ურჩევნიათ რომ ფული დაზოგონ და ის სხვა რაღაცაში მოიხმარონ ის ფული, ვიდრე რაღაც ძალიან დიდი კომფორტი შეიქმნან ერასმუსის დროს და ჩემი აზრითაც ყველაზე კარგი განწყობილება ეგ არის, რომ ერასმუსის დროს როცა მოდიხართ, არ უნდა იფიქროთ მაქსიმალურ კომფორტზე და ასე შემდეგ. ნუ ყველას რა თქმა უნდა თავის განწყობილება აქვს და ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მე ასეთი განწყობილება მივიღე, რომ მინიმალური თანხა გადამეხადა ოთახში და ჩემს კომფორტში და ნუ ის დანარჩენი ფული გადამედო და მაგალითად მოგზაურობისთვის ესე ვთქვათ გამეთვალისწინებინა და მგონია რომ ეგ ყველაზე ლოგიკური არის, როცა ერასმუსით მოდიხარ რა. ხო, და თან რაღაცნაირად შენ თავს გამოცდას უწყობ რა. თუ ამ ყველაფერს გადაიტან, მგონია რომ ესე ყველაფრის გაზიარებით და ასე შემდეგ მარტივი ნამდვილად არ არის, ან არ არის მარტივი ესე ადამიანთან ერთად ცხოვრება და ყოველდღე მათი ნახვა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც მხრივ შენ თავის გამოცდაც არის რა და აი ამ ყველაფერს თუ გამოცდი და გაუძლებ და გადაიტან 5 თვე, ჩემი აზრით, მე ცხოვრებაში აღარაფერს არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრება ნამდვილად მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოთახში ყოველთვის მარტო ვარ, არის რაღაცები, რასაც მარტო
ესე ვთქვათ, რის გაკეთებაც მარტო არ ასე ვთქვათ, არ შემიძლია მაგალითად სამზარეულოს გამოყენება და ასე შემდეგ. და ნუ ეს ყველაფერი ძალიან დიდ მენტალურ სიძლიერეს მოითხოვს და მგონია, რომ ეს პატარა რა გამოსდებს თუ მოუწყობთ საკუთარ თავს, ძალიან კარგი არის უბრალოდ რომ დააჩელენჯოთ რა საკუთარი თავი, რომ ნახოთ რამდენად შეგიძლიათ რა ყველაფრის გაძლება და ასე შემდეგ. და ძალიან კარგი გამოცდილება უნდა იყოს. ამიტომ ხო ნუ რა ქაურობა სისუფთავით ვერ დაიკვეხნის რა. ძალიან სისუფთავი არ არის სამზარეულოში, მაგრამ ისე ნორმალი რა მაინც. ხო. და ნუ ხო, ყველაფერი გაქრა რო გააკეთო საჭმელი. თან ბედნიერად. აი ყველაზე ცუდი ნაწილი იცით რა არის? აი როცა მოვდივარ აქ ამდენი აქეთ-იქით სირბილის მერე და როცა შევჭამ და მე აი ამდენი ჭურჭლით ვარ წასასვლელი ისევ რომ უკვე უნდა დავბრუნე, გავრეცხო ჭურჭელი და მე ისე უნდა მოვიდე რომ მოვიტანო. აი ეს აქეთ-იქით სიარული აი მართლა ძალიან დამყველია რა. თან ახლოს არ ვარ რა. აგრევე ანუ ბოლოში ვარ მე და დასაწყისში არის სამზარეულო და აი აღარ შემიძლია მეზიზღება ამ კარის დაკეტვა, გაღება, მაგრამ ნუ სხვანაირად ვერ იქნება ვერაფერი, ამიტომ წავედით ახლა გავრეცხოთ ჭურჭელი. გამარჯობა კიდევ ერთხელ, დღეს არის კვირა დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღე ვისვენებ. და ზოგადად კვირა დღე ძალიან განსხვავებული იქნება ხოლმე შემდეგ კვირებში, იმიტომ რომ ალბათ ვისწავლე, მაგრამ ჯერ რადგან არ მოხდა ბევრი სასწავლი, ცოტა სხვანაირი კვირა დღე მექნება და ხო, გადავწყვიტე რომ ესაც განახოთ, მაგრამ ნუ მე ასე დღეები ალბათ შეიძლება. და ახლა მინდა რომ განახოთ ჩემი ოთახი. და ნუ ჩვენ საუბარში დარწმუნებული ვარ, ყველას გვინახავს ვლოგის რაღაცა ვიდეოები, სადაც რაღაც ძალიან ცნობილ ადამიანებთან და ძალიან ცნობილ გამოჩენილ ფიგურებთან მოკად მიდიან ხოლმე და რაღაცა ესენი გააღებენ კარს და შეყავთ რაღაც ძალიან ლაქშერი სახლებში, სადაც ესეთ ადამიანებს რაღაცა თან კითხვებს უსვამენ, თან სახსაც ვალიარებენ რა. ხო და ნუ რაღაცა ეგეთი უნდა გადავიღო, ოღონდ ეს იქნება რაღაც ჰოლივუდი ხო არსებობს, ამერიკული ჰოლივუდი და ინდური ბოლივუდი. რაღაცა ინდური ბოლივუდის მსგავსი იქნება პარალელი რო გავალოთ. ეს იმიტომ რომ მე არ ვარ ცნობილი ადამიანი და მე ჩემთან არავინ არ მოსულა. და მე თვითონ გადავწყვიტე ამიტომს გადაღება და მეორე რაც ძალიან სასწილო არის ის რომ ეს ოთახი არანაირად არ არის ლაქშერი და ხო, მოკლედ ეს იქნება რაღაცა ჩიპ ვერსია ვლოგის ვიდეოსი. ამიტომ დავიწყოთ ახლა და არ გაგვეცინოს, ვეცადოთ რომ არ გაგვეცინოს კარგით. ნუ ეს არის შემოსასვლელი. კარს გააღებ, შემოდიხარ ეგრევე აი ამ პატარა ოთახს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ პატარა სივრცე არის რაღაცა, რომელიც არის გამოყოფილი რეალურად იმ მთავარი ოთახისგან. და ნუ აქ გვაქვს კარადა, ძალიან დიდი და ძალიან კარგად ეტყვა ყველაფერი და ძალიან მიხარია რომ ამ ხელა კარადა დაგვახვედრეს, ასევე ამაშიც იდება რაღაცები, ანუ ეს არის რეალურად სარკე რომელიც არის რაღაც პატარა თარო, აქ გვაქვს ხელსაბანი და ესეც ძალიან კარგი არის რომ არის ყველა ოთახში, აქ არის კიდევ ერთი თარო, სადაც ყველანაირი სისულელე შემიძლია რომ დავდო და არაუშავს, აქ არის ლოგინი, აქ არის მაცივარი ყველა ოთახში, აქ არის საწერი მაგიდა, სადაც ალბათ ყველაფერს გავაკეთებ ხოლმე, შევჭამ და ასე შემდეგ. ეს არის ასევე კიდევ ერთი სათავსო, ეს არის გამოცდილებელი და ეს არის ძალიან დიდი ფანჯარა და ვგიჟდები რომ ამ ხელა ფანჯარები არის ყველა ოთახში, ფანჯრები უბრალოდ. ამ ხელა ფანჯრები არის ყველა ოთახში. ძალიან მიხარია და ეს არის ჩვენი ხედი, რაც გვაქვს ძალიან კარგი ამინდი და ესეც ძალიან მახარებს. ეს არის წინ კიდევ არის ისევ ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ის არის რა ესეც ერთ-ერთი სახლი არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ამ უნივერსიტეტს აქვს მგონი საერთო ჯამში 10-მდე ესეთი საერთო საცხოვრებელი. აქეთ ეს არიან მეზობლები, რომლებსაც ყოველ დილით უთვალთ თვალები, იმიტომ რომ მათ ყავთ კატები და ძაღლები. ანუ ყავთ მგონი 2 კატა და 1 ძაღლი, აი 1 კატა ჩანს კიდეც.
აი ნახეთ, კუდი უჩანს, არ ვიცი რამდენად ხედავთ, ეხლა ამოდის მეორე იმაზე და ნუ ამათ მოკლედ ვუთვალთვალებ ხოლმე ყოველდღიურად. ასევე აი აქეთ მეზობლებს ყავთ. აი ამათ ყავთ იხვები და ძალიან საყვარელი არიან, იმიტომ რომ ყოველდღიურად ანუ დაზრდებენ ხოლმე ამ იხვებს და რავი, ძალიან მეცნება და აქ არიან ხოლმე უმეტეს დროს აქ ატარებენ და ნუ ამათ მოკლედ ამათი ოჯახის წევრი ვარ უკვე რა, იმიტომ რომ ამათ კატებს უყურებ ხოლმე და ძალიან მშურს რომ ამდენი კატა ყავთ და ხანდახან მინდა რომ მივიდე და მოვაფერო, მაგრამ რა თქმა უნდა სახლში ვარ შევაჩერებ ვერავის. მე სხვაშორის ძალიან კარგი ხალხი ჩანს, ანუ ეს არის ცოლი ამ კაცის, როგორც ხვდები და ამათ ყავთ კიდევ ერთი გოგო, რომელიც აივანზე ზის ხოლმე რა. ეს არის ჩემი გამოკვლევა ამ ჩვენი სამეზობლოსი, აი იმ დანარჩენ სახლებში, აი ყვითელში და დანარჩენებში ხალხი დიდად არ ჩანს ხოლმე, მაგრამ ნუ ესენი სულ გარეთ არიან და სულ რაღაცა საქმიანობენ ხოლმე და კატებიც დაყვებიან და ნუ გიждები რა მოკლედ. ხო ეს უბრალოდ პატარა მიმოხილვა ჩვენი მეზობლების. ასევე ამ ხალხს უთვალთვალებ ხოლმე, ხანდახან ჩანან ახლა ყველას დახურული აქვს ფენჯრები, მაგრამ ნუ რეალურად ამათაც უთვალთვალებ ხოლმე და ნუ იცოდეთ რა მეგობრებო, რომ ani თეთრაძეს ვერავინ არაფერს ვერ გამოაპარებთ რა, ბელგიაშიც კი ამიტომ. ფრთხილად იყავით რა. ხო. ნუ მოკლედ ახლა უნდა ჩავიცვა, გავიდე მაღაზიაში. და რაღაცა ახალი პლეილისტი ვნახე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის და მაგათი ახალი პლეილისტი არ მქონია იქ პლეილისტი მოსმენილი და შეიძლება მაგ პლეილისტის ხალხით ცოტა გავიარო აქეთ-იქით, იმიტომ რომ ზოგადად გიждები მარტო გარეთ გასვლაზე და სიმღერების მოსმენაზე, ანუ ჩემი ფავორიტი საქმიანობა არის ეგ და ნუ აი ალბათ ჩემ მეგობრებს რო გითხოთ ani დაახასიათეთო რაღაცას გეტყვიან რომ anis უყვარს წყალი. აი მაგას მეჭველი ყველა გეტყვით. და anis უყვარს ფეხით სიარული, ოღონდ ფეხით სიარული, ანუ ესე უბრალოდ არა რა, ანუ სიმღერებთან ერთად ძალიან მიყვარს და ძალიან მისტორდება ხოლმე და განმარტოების ძალიან კაი საშუალება არის, ამიტომ შეიძლება ეგ გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ამინდია, მაგრამ ძალიან ცივა, ანუ რაც აქ ჩამოვედი, ყოველთვის მცივა. მაგრამ არ უშავს. ხო, და მოკლედ გარეთ თუ გავალ და გავთვალიერებინებთ რაღაცებს რა. ხო, აი ხა კიდე გამოვიდა მეორე კატა, ანუ გიждები ამ კატებს. თან ძალიან ისინი არიან ბუთკუჩები და ძალიან მინდა რომ მოვაფერო, მაგრამ
ახლა მოვედი სახლში, დღეს არის სამშაბათი დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მქონდა ერთი ლექცია, რომელიც დაიწყო 9:30-ზე, კი არა 9-ზე და გაგრძელდა დაახლოებით 3 საათი. ერთადერთი რაც ამ უნივერსიტეტში ძალიან არ მომწონს არის ის, რომ არის ძალიან დიდი ლექციები, ჩვენთან არის 1 საათიანი ლექციები ან 2 საათიანი ლექციები, გააჩნია და აქ არის 3 საათიანი ლექციები, რაც ძალიან რთული არის. ასევე ამასთან ერთად ძალიან რთული არის ისიც, რომ დილის 9:30-ზე არის ლექციები ხანდახან, დღეს მქონდა 9-ზე, მაგრამ უმეტესად გვაქვს ხოლმე 9:30-ზე და მთავარი სირთულე მაინც არის ეს, რომ მოკლედ საკმაოდ ჭირს ესე დილით ადრე ადგომა რა მოკლედ. ასევე დიდი ხანი არ გადამიყია, გუშინ საერთოდ ვერ გადავიღე და ძალიან ნანობ, მაგრამ დამავიწყდა საერთოდ მთელი დღე არ გამხსენებია ვიდეოს გადაღება, ამიტომ ორშაბათი დღე უბრალოდ არ იქნება. და დღევანდელ დღეს ამას გადავიღებ და კიდე მინდა კარგი საღამოს გასვლა და მაგასაც ალბათ გადავიღებ. და ხვალ მაქვს დასვენება და მე ხუთშაბათს მაქვს ისა უნივერსიტეტი, პარასკევს უნივერსიტეტი მაქვს, მაგრამ ჯერ ეგ საგანი არ დაწყებულა, მეწყება ცოტა უფრო მოგვიანებით ამ შემდეგ კვირაში. და ხო რა, ნენა უკვე მაძლევენ ძალიან ბევრ სასწაულს და ცოტა მიზარება, ცოტა არ იყოს, წასაკითხია ბევრი საკმაოდ. და ცოტა განსხვავებული მიდგომა აქვს აქ სწავლის, რასაც სხვა ვიდეოში მოგიყვებით. და ცოტა სირთულეს არის ეგ ჩემთვის, მაგრამ ნამდვილად ალბათ ავუწყობ ფეხს. ხო, ახლა მოვედი და საერთოდ ძალიან მეზარება საჭმლის გაკეთებას და ყველაფერიც, მაგრამ რა სხვა რა გზა მაქვს, ძალიან მეძინება ამავდროულად და ხო, ჩემი მეზობლებიც საკმაოდ ჩუმად არიან დღეს. არც კატაჩანს, არც ძაღლი, არც დედა, არც მამა, არც შვილები. ამიტომ აქეთ არც იხვები, ამიტომ ეს სიმარტოვე უნდა გავაქცევრო და დავძლია საკუთარ თავთან. ნუ კაი, ხო. მოკლედ ახლა გავემზადე და მივდივართ სპაგეტის საჭმელად, რაღაცა ერასმუსელების შეხვედრა არის რა. და 4 ევროს იხდი და ჭამი იმდენ სპაგეტს, რამდენსაც გინდა. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხალხის გაცნობაც გვინდა და ასევე ხალხის გაცნობასთან ერთად გვინდა, რომ სპაგეტი ვჭამოთ და გვშია და გვეზარება სახლში საჭმლის გაკეთება. გადავწყვიტეთ, რომ ყველა წავიდეთ სპაგეტის საჭმელად და გავიცნოთ ადამიანები. და იმედია ვიღაც იქნება, თორე ანუ 2 კვირა უკვე და დავდივართ აქეთ იქით და ხალხი მაინც ვერ გავიცანით ჯერ. ხო და მოკლედ ახლა მივდივართ სპაგეტის ფართიზე. არ ვიცი, ესე ქვია თუ არა. ანუ დღეს გადაგვხსნა ძალიან სასცილო ამბები რა. ერთ სიტყვით, ჯერ მივედით ვითომ ამ სპაგეტი ფართიზე, სადაც უბრალოდ ადგილს ვერ მივაგენით ვერანაირად. მეპზე არ გვჩვენებდა, სად იყო და რაღაც უბრალოდ შენობები იყო და დასახლება იყო, სადაც არაფერი არ ეტყობოდა, რომ სპაგეტის ფართი იყო სადმე. საბოლოო ჯამში მოკლედ გადავიფიქრეთ მანდ მისვლა, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო, თან რაღაც რეგისტრაციის ლინკი ჭირდებოდა თურმე და ეგ მერე ვნახეთ და ყველაფერი მაინც და მაინც მაგ დღეს დაგვემართა. მერე გამოსვლაზე ვიფიქრეთ, რომ პიცა ვიყიდოთო და პიცა ავიტანოთო და ერთად ვჭამოთო. იმიტომ რომ ყველას გვშევდა ძალიან და საჭმლის გაკეთება ყველას ეზარებოდა, რა თქმა უნდა. და მერე გზაზე შეგვხვდა რაღაც პიცა რა, აღარ მახსოვს, აქაურია, მგონი ბელგიურია ეგ და არ ავიღეთ რა, რომ იქ ჩვენთან სახლთან არის ახლოს ძალიან დომინო და ჩვენ საქართველოში დომინო ხო ძალიან ბანძი გვაქვს და რომ ვერ შეჭამ ისეთი. და გვაინტერესებდა აქ როგორი იყო რა, იმიტომ რომ გვაინტერესებდა აქაც ეგეთი ბანძია და ნაგავია თუ არა რა. და მერე ჩამოვედით, აქ ჩვენთან სახლთან ჩამოვედით ფეხით, რომ აბა ვნახოთ ახლა როგორი იქნება და რაღაც და რომ მოვედით, ვნახეთ, რომ არის ტონა ხალხი და უბრალოდ ვერ ვიყიდით ვერანაირად რა. მერე ისევ აბრუნდით მაღლა და საკმაოდ შორგზის გზა გინდა რა, რომ გაიარო დომინოდან იქამ და პიცერიამდე სადაც ჩვენ გვინდოდა რომ გვეყიდა ეს ისინი, მერე მივედით, მერე იქ ველოდეთ და ვიყავით კაი ხანი და მერე ვიყიდეთ და წამოვიღეთ ჩვენს ერთ-ერთ მეგობართან, რომელიც ცხოვრობს სხვა კამპუსში რა, სხვა საერთო საცხოვრებელში, უბრალოდ ჩვენ ვართ ვერმეილენში, ესე ქვია ჩვენს home ვერმეილენ და ეს ცხოვრობს გრონინგენში რა, ჩვენი მეგობარი და იქ რომ მივედით, სამზარეულოებია. საერთოდ საერთო სამზარეულოებში არის საერთო მაგიდები რა, დიდი მაგიდები, როგორც ვიდეოში განახეთ და მანდ უნდა გვეჭამავით ამ გოგოებს რა, ძალიან მოწადინებულები ვიყავით და რომ მივედით, ყველა საერთო სამზარეულო დაკავებული იყო და ყველაფერი საერთოდ მაგიდები საერთოდ არ იყო რა. საბოლოო ჯამში მე რა ვქნათ და მე წამოვედით ისევ ჩვენთან, ვერმეილენში და ეს გრონინგენი და ვერმეილენი არის დაახლოებით 2 წუთის გზაზე რა, არც. ხო და მე წამოვედით ჩვენთან ვერმეილენში. მე მოვედით ჩემთან და მე აქ ვჭამეთ რა, აქ ვიყავით.
და ნუ ხადაობა ის იყო რომ მე აი ქართველები რო ვართ როგორ გვეთყობა რა ყველაფერში გვეთყობა რომ ჩვენ ვართ ქართველები და არა სხვა ეროვნების ადამიანები ძალიან გვეთყობა ანუ მაგის მერე ჩემთან მე ხო აქ ყველას უთვალთვალებ და საერთოდ ყველას ვჭორავ და ყველას ისტორია, ყველა ოჯახის ისტორია ვიცი, იმიტომ რომ ჩემგან რო გაიხედებიან, მოკლედ ჩანს ეს ფანჯრებში და ყველაფერი, მოკლედ ძალიან კარგად ჩანს რა. და მე ანუ მივაგენით ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც ქონდა ფარდები გადაწეული და გოგო და ბიჭი იყვნენ რა და რაღაცა მცენარეები ედოთ და რაღაც და ანუ იმათ ვუყურებდით მთელი საღამო და მე მივხვდით რომ ძალიან შესამჩნევად ვაკეთებდით რა და მგონი ბიჭმა შეგვამჩნია რომ ესე მივჩერებოდით და ვუყურებდით რა ჩვენი იმიდან. ხო და მაგაზე ძალიან გაგვეცინა. მე წავედით, ჩვენი მეგობარი გავაცილეთ და მე ამოვბრუნდით ისევ აქ. და მე სამზარეულოში იყო ერთი ბიჭი, რომელიც ეკეთებდა რაღაც საჭმელს და გამოზიდა მთელი ოთახი, ანუ მთელი სამზარეულო მოიწყო რა. რაღაცა 100 სახეობის სანელებელი, ეს რაღაცა ჭიქები, ისინი ჯამი, ჭურჭელი, ყველაფერი გამოზიდა თავის ოთახიდან რა. ხო და მე მაგას ვაკვირდებოდით, მაგაზე ძალიან ბევრი ვიცინით და მე მოვედი სახლში რა. და ახლა მოვჭი ყველაფერს. რაც მინდა რომ გამეკეთებინა დღეს და ხო თან დასალაგებელი მაქვს რომ დაღიდა ხოლმე უნდა დავალაგო და დიდი ალბათობით ამ ბლოგს ხვალ მოვრჩები და შეიძლება მე გავაგრძელო ისე არ ვიცი მოვიფიქრებ ჯერ არ ვიცი მაგრამ ხო ეს მინდოდა რომ მომეყოლა რომ ჩვენი სპაგეტი ფარტი ჩაგვეშალა რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის მაგრამ არა უშავს აქ ძალიან ვიღადავთ იმ ბიჭს რომ ვაკვირდებოდით და იმ თავის შეყარებულს და რაღაც ძალიან სასწრაფო იყო ამიტომ ეგ ისტორია ღირს მაგათ მოკლედ ახლა გავიღვიძე, დღეს არის 4 შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ვისვენებ და ახლა უნდა წავიდეთ Lidl-ში და უნდა ვიყიდოთ რაღაცები, იმიტომ რომ საერთოდ აღარ მაქვს უკვე საჭმელი რა. ხო დავაკეთო და ხო Lidl-ი საკმაოდ შორს არის, მაგრამ Lidl-ში წასულ გურჩევნია ამჯერად რა, ხო და ახლა მივიდივართ მანდ, რომ შედარებით უფრო დაბალი ფასები არის რა და არჩევანიც მეტი არის რა. ხო და წავიდით ახლა. ვარ გამოწყობილი ასე და ცხოვრებაში რომ ჰუდი არ შემიცავს და ჰუდით გარეთ არ გავსულვარ, იმიტომ რომ უბრალოდ არ მომწონს და არ მიყვარს ჰუდები და არ მიხდება მე ზოგადად ისეთი ტანი მაქვს რომ არ მიხდება, ძალიან არ მიხდება ჰუდები. აქ ძალიან დავიკიდე ყველაფერი. ძალიან უცნაურია, მაგრამ ამას არ მეგონა თუ ვიდოდიოთ. მე ჰუდით გარეთ გავდივარ. წავედი. ეს ლილოს ჩანთები. იმენა ბაზრის ქალები ვართ. ნომერი 2 გაჩერება. გაჩერებაზე ვდგავართ და ვერ წინვედივართ, ვერც უკანო. ანუ ის წინა ვიდეო რაც გადავიღებ მაგის მერე გავიდა სულ რაღაც 2 წუთი არის. მეგობრებო, ჩვენ ძალიან მოდურად გამოვიყურებით ახლა ლილოს ჩანთებით. მოკლედ ახლა მოვედით ძლივს და ალბათ ვიდეოებს ჩავსვავ მე როგორ საცოდაობით მოვედით. ახლობით 40 წუთი ვიყავით გზაში. ჩვენ აქ ფეხით დავდივართ ყველგან რა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქალაქი არის და მოსულა რა, მოკლედ ფეხით სიარული ძალიან რთული არ არის. უნივერსიტეტის ყველაზე შორს უნივერსიტეტის ყველაზე ანუ ერთ-ერთი ყველაზე შორს რომელიც არის კამპუსი გვაქვს 9 საათში. და მაგპანჩი გვირჩევნია რომ ფეხით ვიაროთ რა და სამგზავრო ბარათების და რაღაცების არ გვიყიდე, იმიტომ რომ აქ ძალიან ძვირი ღირს, უაზროდ ძვირი ღირს, მოკლედ ტრანსპორტის გადაადგილება და მაინც ფეხით სიარული ორივე ძალიან გვიყვარს მოკლედ რა. მე და ჩემს მეგობარი ნუცას და მოკლედ მოგიტო ფეხით დავდივართ ხოლმე რა. ხო და დღეს ვიყავით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გასული, აი 30 წუთში რო არის და მაგიდან წამოვიღეთ რა, მანდ იყო Lidl და მაგიდან წამოვიღეთ და აი არ ვიცი, მოკლედ ჩავკვდით და ჩავსამარდით მოკლედ ორივე და ახლა განახეთ რა ვის ვიყიდით. ფარდა ძალიან ცუდ იყო გაწეული და მოგიტო ხავასწორე. მგონი ახლა უკეთის განთება არ ვიცი. მოკლედ ახლა ამ ჯერზე უკვე ისე ვიყიდეთ საჭმელი, რომ ცოტა ბევრი ვიყიდეთ ყველაფერი რა. ანუ აქამდე რომ ყიდულობდით ერთი კვირისთვის, ახლა გვინდა რომ დავაკვირდეთ ცოტა დიდი პორციებით რო გვეყიდა რაღაცები, რამდენი ხანი გვეყოფოდა. და ახლა ვაკეთებთ მოკლედ მე დამცა ექსპერიმენტს რა, ვატარებთ უბრალოდ ექსპერიმენტს, გვაინტერესებს რამდენი ხანი გვეყოფა ეს ყოველივე. და ნახოთ რამდენი ხანი გვეყოფა რა. ხო, პირველ რიგში ვიყიდეთ. აი ეს არის ტომატი, რომელსაც ვუშვები ყველანაირ ყველაფერში, საერთოდ, ანუ ამ შემთხვევაში ვიყენებ ხოლმე მაკარონთან, პასტასთან და სულ იმებში, სუპებში, რაღაცებში, მოკლედ სვამოს ვაკეთებ.
და მოკლედ ძალიან კაია რა და ძალიან კაია მოაქვს ყველაფერში და მოკლედ ეს ვიყიდეთ ძალიან დიდი, წინაზე ვიყიდეთ ძალიან პატარა და ახლა ვიყიდე შედარებით უფრო დიდი. და ხო ეს ნორმალური არის რა. შემდეგი არის ასეთი კამასოკო, რომელიც ძალიან მიყვარს ზოგადად სოკო და რატო არა, თან ეს დიდი ხანი მყოფნის ხოლმე ბევრ საჭმელს ვაკეთებ ამით და ნუ მოკლედ ღირსამის იყიდვა. ასევე ამ ხელა პური, რომელიც კვირა და კვირანახევარი მყოფნის და ყოველდღე არ მიწევს პურის ყიდვა საბედნიეროდ, იმიტომ რომ პირველად რომ ჩამოვედით აი თავიდან პირველ კვირაში ძალიან ხშირად მიწოდა პურის ყიდვა, იმიტომ რომ ძალიან პატარა მსყიდველობდი და მე მივხვდი რომ ანუ არ მირჩევნია რაღაც დიდი ვიყიდო და ცოტა დიდი ხანი რომ მეყავს ხო რა. ეს არის ისე ვაფლები, ბელგიური ვაფლები, როგორც ვიხარით. და ამას დილით ვიყენებ ხოლმე რომ ჭამო რაღაცა. ეს ვაშლი, რომელიც ძალიან მიყვარს, მწვანე ვაშლი, ისე ვაშლი არ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან მიყვარს. იგი ძალიან კაიფად იყიდა და ისე ძალიან ძვირი ღირს აქ რატომღაც. ასევე ვიყიდეთ ესეთი დაკონსერვებული არის, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ სხვანაირი ლობიო აქ არ არის, არის კონსერვებში რაც ვნახეთ. და ლობიო მოკლედ ძალიან მიყვარს და ეს ლობიო უნდა გავაკეთო რა. ამ დღეებში უნდა გავაკეთო ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩემოდა გასაკვირად, ზოგადად ლობიო კი მიყვარს, მაგრამ ანუ საქართველოში ეს არ მინდებოდა ხოლმე, აი ახლა ლობიოში ვჭობდით და რაღაცა, არასდროს არ მიხვდომს, მაგრამ აქ რაც ვარ, არ ვიცი რა მჭირს და რა, მაგრამ არც ხინკალი არ მენატრება, არც მწვადი არ მენატრება, არც ჩაქაფული არ მენატრება, სამივე ძალიან მიყვარს და მენატრება ლობიო. არ ვიცი ვისი გავლენაც არ უნდა იყოს. უნდა გავაკეთო ახლა. გავაგრძელოთ. შემდეგი ეს არის კვერცხი. არის 10 ცალი, 12 ცალი, 12 ცალი ყოფილა, მოვედით. ასევე ეს არის ყველი და გაჭრილი და გახეხილი და ამასაც ყველაფერში ვიყენებ საერთოდ, აი ყველანაირ ყველაფერში ვხშრობი, დაწყებული მაკარონიდან დამთავრებული, რა ვიცი, კვერცხთანაც კი და აი საერთოდ ყველაფერს ვხდება და მოკლედ ძალიან მიყვარს, ამიტომ ხო, კიდევ ვიყიდე მწვანილები. კიდევ უნდა იყოს ერთი მწვანილი კამარი და რაღაცები მოკლედ მწვანილები და პიტნა. ანუ პიტნა და ჯიშები. წყალშიც ძალიან კაია უბრალოდ წყალში ლიმონთან და იმას საერთოდ და ჩაიზე ხო საერთოდ გიჟდები და ძალიან გამეხარდა მე ხა ამას აქ მივაგენი. კიდევ ვიყიდა ესეთი მაკარონი და ვინც მიცნობს ყველა მიცნობს რომ მაკარონს გიჟდები. ხო ეს კამა როგორც უკვე ვთქვი. ეს არის ხორცი არის ეს რა, ბურთულები არის და ამით სუპი უნდა გავაკეთო. რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა როგორ სუპს გავაკეთე, უბრალოდ სუპი უნდა გავაკეთო. და ვადა აქვს. ჯერ აქვს. ხო, კარგით. ეს ოსპი. ხო, ოსპია ეს. და ბოლო ეს არის კარაკი. ეს ყველაფერი დაჯდა 31 ევრო. მარტივად და საყვარელად. დავიდე. დღეს მაქვს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იმ მხრივ, რომ სანამ დანარჩენი საგნები დამიწყება, ეს არის ერთადერთი დღე, როცა მაქვს 8 საათი რეალურად უნივერსიტეტი რა შესვენებებით ურთხო და ძალიან რთული დღე მაქვს, ამიტომ განახებთ რა ხდება. ახლა გავიმზადე და ხა გავალ კარეთ. კიდე კარგი რომ ეს ეხლა რა სემინარიც მაქვს და რა ლექციაც მაქვს. ეგ ძალიან ახლოს არის ჩემს სახლთან. კიდე კარგი. ხა მოგწავდი ახლა და რა ვიცი, ალბათ ჩავტარ კიდე. არ ვიცი. ხა მოვედი და გავიცე ისე თამბა. მოვედი სახლში ვჭამე და ახლა 10 წუთში ისე უნდა გავიდე. დაახლოებით 50 წუთიანი შესვენება გამომივიდა რა და კიდე კარგი რომ ეს კორპუსი ჩემს სახლთან ძალიან ახლოს არის, აი ძალიან ახლოს არის რა, 10 წუთი არც გჭირდება რეალურად და მოვირბინეთ, ვჭამეთ, გავვალთ ახლა რა. ანუ თბილისში რომ მქონდეს ამ ხელა კომფორტი, არ ვიცი, არასდროს არ დავიძოწუნებდი ალბათ, მაგრამ თბილისში უნივერსიტეტამდე რომ მივიდე, საათი და 1 საათი და 2 საათამდე მჭირდება. ამიტომ ძალიან მშურს იმ ადამიანების, ვისაც ახლოს აქვს უნივერსიტეტი რა. აი მართლა
Part 2. ახლა მივდივართ, დღეს ჩაგვერიცხა სტიპენდია. ჩვენი პირველი სტიპენდია, აქ რაც ვართ, ძლივ ჩაგვერიცხა 2 კვირის მერე და ახლა მივდივართ, რომ უნდა აღვნიშნოთ ეს დიდებული გამარჯვება. ეს არ კეძანა სტიპენდია, მაგრამ არ უშავს. ხო და გავიყურები ასე და დავედით. არ ვიცი, სანამ მივდივართ აღარ მოხსოვს, მაგრამ ოკეი, დავედით. მოკლედ ახლა ვარ გამოსული ცენტრში და აი ეს ნიშნავს იმას, რომ აქ თბილა და ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. აი ეს არის ბედნიერება მზე და აი ეს ხედი. ეს ხედი არის ჩემი ფავორიტი ხედი აქ. ну რა თქმა უნდა, ვის უყურს არავის. ხო და რავი, რაღაც მომენტებში მიხარია ხოლმე აქ, რომ რაღაც მომენტებში მძულსაქაურობა, რაღაც მომენტებში ან მინდა რომ ვიყო, ხან საქართველოში მინდა, ხან ძალიან გაყოფილი ვარ. ხო და რაღაც შუაში ვცხოვრობ, ხან აქეთ, ხან იქით. მაგრამ არა უშავს, მივეჩვევი ალბათ. ну როგორც ყოველთვის წვიმიანი ამინდია დღეს. მთელი დღე წვიმდა, იქა მთელი დილა, მთელი ღამე. მაგრამ მაინც ძალიან ცხელა, რაღაცნაირად ჩახუთულობა გარეთ. ეხლა შაბათი დღე არის ხოლმე უფრო დალაგების და ეხლა ვალაგებ ყველაფერს და ახლა მივიდივარ რომ დავიყიდო დასალაგებლად რაღაცა ისინი რა ხსნარები, რომ უფრო კარგად დავალაგო, იმიტომ რომ პროსტა წყლით მოწმენდა, მგონია რომ არ არის საკმარისი რა, მარც ხო და მოკლედ ეხლა მივიდივარ რომ ვიყიდო რაღაც ხსნარები და ეს არის დალაგების დღე და ასევე უნივერსიტეტში მაქვს რაღაც გასაკეთებელი საქმე პატარა, რომელიც არის მოკლედ ერთგვარი ჩემი საგნების როგორც თქვა, საგნები უნდა დავალაგო რა ერთი სიტყვით. ოღონდ უკვე ოფიციალური დოკუმენტი უნდა გავაკეთოთ, learning agreement-ი. არ ვიცი, საქართველოს როგორ უნდა იყოს, ეგ ვერ ხვდები. რაც გამოხატავს მაგის იმას რა, ხო, მოკლედ არ ვშოს. ხო და მოკლედ ახლა მივიდივარ და დღეს ასვისე რაღაცებს ვაკეთებ რა ნელა. ნახოთ როგორ დაალაგდება ეს კვირა. ანუ მაინც ახლა გაწვიმდა. თან იმენა დაუშინა. თან თითქოს ხოლმე ჭყაპი მოდის. რაღაცა რეიდია ჩვენთან ადვალიერებენ რაღაცა არ ვიცი ჩვენ სახლს ადვალიერებენ საერთოდ საცხოვრებლებს ადვალიერებენ რაღაც ხალხს რა პონჩი და რა ხდება პროგრესის არ ვიცი და ხოდა ანუ დღეს ფერდგა ლიფტით ვერ მოძრავ იმიტომ რომ სულ ხალხია ну კაცად მიშეწახდი ну როგორი შველეო გამერმოყე მოკლედ მეგობრებო, აქ მინდა რომ დავასრულო ჩემი ვლოგი. დღეს არის უკვე კვირა დღე, მინდა რომ ნანოლა დავამონტაჟო და გავიდე ბოლოში. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც უყურეთ ამ ვლოგს. არ ვიცი თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო, რამდენად გაერთეთ, რამე მნიშვნელოვანი თუ გაიგეთ ამ ვლოგიდან, არ ვიცი. მაგრამ რა ვიცი, მოკლედ
მე უბრალოდ გიზარებ ჩემს ყოველდღიურობას, რაც ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია გაცვლითი პროგრამით სადმე წასვლაზე, ან უბრალოდ ვინც გაბეზრებული არის, მგონია რომ მაინც ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს ამ ვლოგების ყურება. ამიტომ მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურეთ, განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს, რომლებიცაც ერთგულად უყურებენ ჩემს ყველა ვიდეოს. და რა ვიცი, თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები, გამაგებინეთ, რომ უბრალოდ საინტერესო რომ გავაგრძელო. ძალიან დიდი მადლობა ყველას და გკოცნით ძალიან ბევრს.